ქართველი არ ხარ. არაკავშირ ქართველია. შენ ქართველი არ ხარ. დენბერნი. იმედა 10 წელია ფეხბურთი. მოგესალმებით მეგობრებო. ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება, შესაბამისად ბრუნდება ლიგის დროაც. ოღონდ წელს ძალიან განსხვავებული ფორმატი გვექნება ყოველ ჩემპიონთა ლიგის კვირას. რაღაც განსხვავებულ შემოგთავაზებთ, სხვადასხვა თამაშებს, ზოგიერთ კვირას შეიძლება იყოს ლაივიც, მაგრამ დღეს რადგან ვიწყებთ ჩემპიონთა ლიგას, ამიტომ გთავაზობთ ესეთ თამაშს, რომ მოდით თქვენ ხართ გენერალური მენეჯერები სხვადასხვა კლუბის და დრაფტზე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გუნდი ააწყვეთ. ჯერ გაგაცნობთ ვინ თამაშობენ: გიორგი ციხისთავი, ლუკა მილორავა, ირაკლი იმედაძე და ანდრო ხელაძე იქნებიან გენერალური მენეჯერები, რომელთა არჩეული გუნდებიდანაც საუკეთესო უნდა გამოარჩიოთ. წესები არის შემდეგი: ერთი გუნდიდან შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი აირჩიოთ, ანუ მაგალითად ლუკა თუ აირჩევ მადრიდის რეალის ფეხბურთელს, შენ აღარ შეგიძლია მადრიდის რეალიდან ვინმე ყავდეს სხვა. ოღონდ სხვებს რა თქმა უნდა შეგიძლიათ აიყვანოთ რეალიდან, ოღონდ იგივე. ერთი კლუბიდან მარტო შეგიძლიათ ყავდეთ ერთი ფეხბურთელი. მეტი წესი არც გვაქვს. რა ტაქტიკით ითამაშებთ, თქვენზეა დამოკიდებული, თქვენთვისვე ჯობია რომ ადეკვატური ტაქტიკა იყოს, რომელსაც საერთოდ დღევანდელ ფეხბურთთან აქვს და არა მაგალითად 2 მცველი, 9 ნახევარმცველი და 1 თავდასხმელი და მეკარის გარეშე არც გამოვიდა, 12 კაცი გამოვიდა საერთოდ. 12 კაცი გამოვიდა საერთოდ. მოკლედ, ეს არის სულ ერთადერთი დასაწყისისთვის დრაფტზე ვინ იქნება პირველი ნომერი, იმიტომ რომ მნიშვნელობა აქვს დრაფტზე პირველი ნომერი ვინ იქნება. ამისთვის ერთ მინი შეკითხვას დაგისვამთ, ვინც ყველაზე ახლოს იქნება პასუხთან, ის იქნება პირველი, ვინც მეორე ყველაზე ახლოს ის მეორე. არა, მეც რო არავირიოთ, ვინც ყველაზე ახლოს იქნება, ის არის პირველი და მერე საათრის ისრის მიმართულებით გავაგრძელებთ. ჩვენია. მაშინ ანდრო შენ გამოიცა მაშინ მე. კითხვა არის შემდეგი. უნდა დაწეროთ და მერე შემოატრიალოთ და მანახოთ. კითხვა არის შემდეგი. ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონში რამდენი კლუბი არის ისეთი, რომლის ინგლისურენოვანი სახელი იწყება და მთავრდება თანხმოვანზე? რაო? დრო რამდენი? ანუ ტოტენჰემი. როგორ უნდა ვიფიქროთ? ტოტენჰემი, კი. ტოტენჰემი ერთ-ერთია მათ შორის. აუ, მაგის თვალს მე ვაირო. არ შემიძლია. ვინც გინდა დაიწყოთ. დიდად დაწერე, ანდრო რომ შემოაბრუნებრო კამერაში გამოჩნდეს უბრალოდ რიცხვი. აუ, რამხელას დავწერე. მოიცა ხა. კლიან ფურცელზე და მე შემდეგ ეს ინტერნაციონალი. ეგ არა. არა, ინგლისური სახელით. ხო და ინტერ არის თუ ინტერნაციონალი. ბიჭო, არც ერთი არ გამოდის თანხმოვანზე. იზე იწყება, ხვდები ხო? რანაირად გამოდის ბიჭო. მე ბოლოს უყურებ. მაგარი კითხვა არ დავკათო, ბოლოს შეიძლება რომ მოხალსა თაქვ. ბოლოს უყურებ და მილანი არა. არც არა. ეგეც არა. არც არის. აი, მალე და აი, დაწერეთ, აუ, და ბიჭო, დაწერე. დიდად და შემოატრიალეთ, რომ დავინახო მე და მაყურებელმაც. სანამ დაფებს გიყიდით, სადაც მე დაწერთ ამ ყველაფერს. მოდი იყოს ეს. აუ, რა кай ფურსელი გამიწვე ეხლა თქვა. აბა მოატრიალეთ. 18, 30. ხო. ყველა 6-ის 22. ბიჭო, მე 18-ს რო წერდი ნახე. აი, თქვენ ორიდან ერთ-ერთმა უნდა გადაწყვიტოთ მეზარება შემდეგ კითხვის დას. არ გეტყვით, ამიტომ მოაკლებთ თუ მიამატებთ ერთ-ერთმა გადაწყვიტეთ. ერთმანეთს შეთანხმდით. რაღაც სხვა რიცხვზე. შეეწერა 22. ნუ 18 არ მოკლებას დავწერე. გაწყობს, მოკლება გაწყობს, იმიტომ რა საჭირო იყო გაჟღე. თავიდან დაწერეთ. თავიდან დაწერეთ. თუ ვერ მიხვდი მაშინ დავწერე. მაშინ ნოუმბად. იმიტომ რომ იქ 17 ვარიანტი გექნება და აქ 3 რომ მოიქ. აუ, ბათ ფორმულა დაუწერე, მაგრამ მოგების. კაი, აჰა, აუ. აჰა. კარით, მოატრიალეთ. შეცვალეთ 2. მიდი მილორდ. 14. ხო, 14. 14 κλუბი. მარტო? ზუსტად 14 კლუბი არის მაგარი ციხე. მოვი ლუკა. კრავზე ხარ პირველი პიკი, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ მოთამაშეს რო აირჩევ, შემდეგ შენი ჯერი იქნება ანდრო ზედიზედ 2 მოთამაშეს აიყვანს კი ბატონო. და მე უკან წამოვა. ისე დავაგდა როგორც მან დავაგებული იყო რა. როგორც ხეთ ხართ? ხო, აი, ეგრე დავაგდა. მე მეოთხე ვარ, მაგრამ მომეწონა ეს. აბა, ნახოთ, ციხე, ვითი დაიწყებ შენი გუნდის შენებას. მოდი იყოს 4-2-3 თამაშობ. ბიჭო კვარაცხელია. ბიჭო კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე. რა გასაკვირია? ბიჭო, რა გასაკვირია? ძალიან მარტივად. არის სენჟეროს მემშვიდობები. ომაკთა გულის მოსაგებად და ისედაც მან ნამდვილად საქართველოს. ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე. დიდი სიამოვნებით მართლა. ლუკა, პირველი ვეწრეს. ასევე ჩაინიშნეთ, რომ პარი სენ-ჟერმენიდან ფეხბურთელს ვეღარ რა აიღო. თქმა უნდა. ეგ შემდგა ჩაინიშნო, თორე ჩვენ დაგვაუწყდი. არა, მე აი ეგ. და მე მოსწავა რომ ო, კოტა. ნოტო. მიდი. კაი. მე ავიყავ მაშინ
კილიან მბაპეს. ბაპე მე მინდა საოცარია. მე ჯერ არ ვამბობ სათამაშო სქემას, იმიტომ რომ იქნებ ხო, რა, ეგ გამომივიდეს, შენ გადაწყვიტე უკვე რა სქემით. ბიჭო, შემიძლია შეცვლა ეხა 4-2-3. არა, მორჩა. აბა იმედ, უპამეკანო. მართ ახლოს ხარ, საკმაოდ ახლოს ხარ და ოლის ესავიყვან ბაიერნიდან მარჯვენა ფლა. მონის რაულის. ცოტა ორიგინალურად და რა ორიგინალურად ეხა იყო აი, დაიწყო. საგანძური არის ოლის. უკვე დაიწყო, ძალიან მაგრა დაიწყო, მე მომწონს ყველაფერი, ძალიან მაგარი გახსნა იყო. გინაცვალე შენ. სწორი გავუნა. მივახსენ. მიხوارხარ? გაფასებ. ორი ფეხბურთელი ზედიზე. ამია მალი, რომელიც გახსოვდა რომ არსებობდა. რა თქმა უნდა, მაგრამ ნახოთ. მაგრამ ხო, და ელი ხოლოდი. ხოჭა. მე ვიქნებოდი მე-4 რა ვიცი თუ საკმაოდ ძლიერი დასაწყისი. ისე ვიმედა. რომ წონდა რომ შეცდომის გამოსწორების შანსი გაქვს. ეზეს აიყვან. ეზეა მარცხენა ფლანგზე თუ გინდა ისე აი ხელს არ ვახლებთ ესეს. თუ მესი ამოვნება? ახცე. ვინისიუსი ავიყვანოთ მარცხნივ. ვინისიუსი. ეს ყველაფერი თან ჩაინიშნე რომ გუნდზე წარმოდგენა გქონდეს. მახსოვს, ოკეი. აი. ვახჩი. აი, მაშინ მე ამყავს პედრი. პედრი. მაინც ვერ ავიყვან დიდი მატულამდელი. ხო, ვიცი რომ რა იყვანია, ესე იყო. თუ ასეა, მაშინ მოდი მე ავიყვან. ორი აკავს ხო? ორი ამყავს, კი. პარის სენ-ჟერმენიდან ვარავინ არ შემიძლია, ძალიან ცუდია. კაი, ერთი. მამარდა და კოჩო რო ვიყვანო. ეგენი ჩემები. ჯორჯი? ვილიარეალი. ზარია? თავარია მე ვეღარ ავიყვან ჯორჯს. ზარია იმედას აყავს როგორც ერვე პიკა ჯორჯი. გიო სალამი. კაი, მოდი. რაც პირდაპირ გონებაში მომივიდა, იმას ავიყვან, სალაჰი და კეინი. კეინი მე მინდა. აბა, იმიდან მე ვიღადა. ვიდაკჭა. ლუჩო დიას. გახსენდა. არ ვიღაცები დარჩა, მაგრამ ლუკამ ლუჩო დიასიო და ლუის დიასზე ესე შეცვლა. იმედი რა კაი გემოვნება. მეგობრებო, ლუის დიას არ ხო, ლუის დიას და ლივერპულმა გაუშვა 70 მილიონი რომ დაინახეს, ტაჟი დაუკრეს, ჩააცვეს, თვითონ დაახურეს, საიყვანეს, საიყვანეს. ლუის დიასზე ესე გუწდება. ძალიან გაგაოცე. ლუის ჩვენი ერთმანეთელია, მაგრამ ლუის დიას პირველ მეორე. ჩემი გუნდი იქნება ყველაზე პეციანი. მიდი. და რეალ სეზონის ბოლოს მოგიჭრით და ჩაგდით. უციანი. ჩემთებით თუ ჩანთებით. მიდი. ლუკა მაფიქრე. დენი ფიქრი ბარსელონა და რეალი აღარ შეგიძლია. დანჩენი წინ არის ყველაფერი. ფლოპერი ჩამოწერას რეები არ შემიძლია და გუნდებს ხომ მიხვდები სამფეხბურთო ფეხბურთელებს რა თქმა უნდა. აი. იამალი და ხო სიტი და ბარსა. საშე სალაჰი და კეინი აიყვანა, ხო? კი, ლივერპული შენ ბაიერნი. ვინ აიყვანა? არავინ. შენ? პოლისა, ხო? არა, რა არავინ. ბაპე და პედრი მყავს და კაი, მაშინ ამათ დავუმატებ სია მაგ. და ჩვენ გვჭირდება შენ ციხე ფაქტობრივად წინ დაკომპლექტებული. კი, მე ძალიან ისე დავიწყე. ანუ ხვიჩა სალაჰი ფლანგებზე და შუაში კი, კი, ყავს ზუსტად რა. კეინი. კეინი. ციხე ვინები ყავს? სალაჰი, კეინი, ინდა ვინ ყავს ბოდიშით ქართული ენის. შეურაცხყოფის. ყვარა კეინი სალაჰი. კვარა კეინი სალაჰი. ვა. ძალიან გამიჭირდა ხა. კაი. სანამ ჩემი რიგი მოვა, აღარ დარჩება ეს ფეხბურთელი. არა, რა კაი, არ მინდა ეს ფეხბურთელი. კაი, ხო, დიდი ხანი. ხო, რა, მაგრამ იმედას უნდა პიკი თქვა, მაინტერესებს. კაი, იმედას პიკი მაინტერესებს. თორე ავტოპიკი იქნება. ლაუტარო მარტინეს ავიყვან. ფორვარდად. ბიშონე. აუტაროს. ლაუტარო ფორვარდად. შვენი. ბაპე ყავს მარცხნივ თუ არ მიხდით. და ლაუტარო. სადაც ამ შემთხვევაში განსხვავებით აუქციონისგან სადაც გაგიხარდება იქ შეგიძლია ათამაშო ვინც კი. შეიძლება დამოუწდო და უკეთესი ფორვარდი ვერ გავიხსენე რა. იმედ ოსიმენი. აი არც არის. მე ლაუტარო მიჩვენა. იმედი, მიდი. არა, ოსიმენი მე არ ვიხდი. ლევანდოვსკი იყოს შუაში. რაღაცები აქვს მოსა. იმედა 10 წელია ფეხბურთი. რას უყურებ რომ იქავს? თავარი ანუ კაი, წინა არა, სეზონში. ლევანდოვსკის ძალიან დიდი პატივისცემა ყველადროს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, თუმცა რამდენი წლის აიმედას რომ გავახსენო. ანუ ამ სეზონით ვაფასებ. რა თქმა უნდა ამ სეზონი. მესამე ამ საუკეთესო. სეზონი. ამ სეზონიდან ოლთაი. ეგეთ კი. all time სტატებში აქვს რაღაც რეკორდები მოსახსნები და ვინისიუსი ოლისე ყვარა მეთქი. ლეტალ. მიდი ანდრო 2. ანდრო
ხო, აი კი, იფიქრეთ, ან პრობლემა არ აა, არის. ფული გადაწყვეტილება არის. შენ დააწეს ეგ თამასა. ხო, ფიქრის თამასა დააწყეს. საცენ ორი გაკავს და. აი, ეხა ჩვენ მარცხენა შემტევის ვჭირდება, ხო? მარცხენა შემტევი შეიძლება იყოს გაყვანა. აუცილებლად შეტევით რატო იმეშვებით, იქნებ დაცვაში ჯობი. და რა ხო აი პოპულისტურად მიყვებით და შეტევა იგებს. ან შეიძლება ტოპ-ცველი აიყვანა, აი მაგალითად ის რა აი, იყოს, ხო, არ მალდინის დროინდელი, მალდინი. არ მინდა ეს ვიცდები, ყველაფერი ვიცდები. მადლობა. ჩვენს გვიფიქრე. არა, თქვენც რომ მოვედით მაგაზე ვფიქრობ. რასაც უყურებ ყველა დიდად იმედას გარდა ყველა ფიქრობდი. დიდად ნაფიქრი არ არის ეს გუნდები, რასაც მე უყურებ. საერთოდ სხვა რაღაცაზე ვფიქრობ ეხა. კაი, მოდი ავიყვან ეს ორი საყვანი ძალიან მაგარი რაღაცა. ძალიან. ძალიან. მაგარია. მოდი ავიყვან რომელი ავიყვანო აი აქედან. ორი ყავს სანდრო. ერთი ვიზე ყავს. ფიქრობს. ხო, ნახე. დაინახე ვიზე ფიქრობს. არ გვინდა. რომელი ავიყვანო ამ ფლანგის ცოლებით. ძალიან მენდეში, რომელიმეს მართლა ავიყვან. რომელი ბიჭო? ან რომელს იმედი შენ მენდეში წაიყვანე, იმიტომ რომ მე მარტივად. ჰაკიმი მინდა. ის ალხილოში წავიდა. ჰაკიმი. რომელი? არა, ჰაკიმის უკეთეს სეზონი ქონდა წინა. ამ თამაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ფიქრობს ჩვენ არ დავეხმაროთ. აი, აი ძალიან აიჩე, მიდე. ჰაკიმი. ჰაკიმი. ჰაკიმი უფრო წინ იქნება ბალონ დორის სიაში. და ჟოაო პედრო. და მოდი ავიყვან მეორე ფეხბურთელს, რომელიც იქნება ვირჯილ ვან დაიკი. ვან დაიკი. როგორ დამავიწყდა ბიჭო აი დიდხანს და მე ვან დაიკი მინდა. იმედ იმე დაბა ნუნუ მენდეში წამოვა ჩემთან მარცხნივ. მენდეში. ეგეთი მაგარია მენდეში. ხო, ბრავო რატო არ? ბიჭო, როგორ იმე და სხვები წავდა კარგები. კაი, მე ვიტყვი. მე მაშინ ავიყვან, მოდი კოუ პალმერს ავიყვან. აუ, აი ერთი დამაკალდა რა ჩემთან ჩემ მოსული. ოლისეზე და რაღაცებზე გადაობდნენ და რა ის პალმერი. შენ ოლისი აიყვანე პირველ პიკად. თავი მე კა აიყვანა მე 14 პიკად პალმერ. ანუ ჩელსიდან მეტი თავისუფალ. ციხე რა ხდება? არსა მაგალითად თავისუფალი არა. ხდება. მაშინ ყველას კაი გუნდი გვეყოლება რომ იცოდე. აუცილებლად. ძალიან არინერვი ვართ. ხო, აი. მე გარდა ხო. მე მეყოლება ისეთი ბაიერნიდან. ან გავა ან ვერა. ან ბაიერს რომ მიაკითხა მეთქი კეინი სოლიდური პიკი. მოდი იყოს. ისეო პირველი. არსენალიდან ორს ვერ ავიღო. ოლისეც ძალიან მაგარია მეგობრებო, მაგრამ პირველ პიკად. არსენალიდან ვინ ყავს? ერთ-ერთი არსენალიდან აყავს ერთი რაისი. აჰა, იქ იყოს რაისი. და და მეორე პიკი იქნება ჩემი აუ, ბარსადან აღარ მომწონს არავინ ვინც დამრჩა. რატო? ანუ რაფინიას ვერ დავაყენე. 6 ნომრად რაფინია? მაგიტო მოდი იყოს დეიონგი სველი. ჯვარცველი მჭირდება რა ლუკა. შენ რეალი ბარსა ინტერი და კიდევ ვინ აიყვანე? კაი იყოს მოდი. ფრენკი დეიონგი რა. მართლა. დეიონგი? არა, გამიხარ. სუდი პიკია. არა, შვენიერი. შვენიერი პიკია და ინტერი. არა, მე ავიყვან მაგ პოზიციაზევე. პედრის გვერდზე დავუყენებ როდრის. არ იქნება ცუდი ჩემი აზრით, ხო? სუდი მაინტერესებდა როდის გახსენდებოდა ამ ფეხბურთელის ამ არსებობა. სეზონში და მაგიტო არ. არა, მსაჯი ვუყურებ. 3 ტური გავიდა ამ სეზონში. როდრიგოს დიდი როდრიგო. მნიშვნელობა. ანუ მე როდრი განა არ მახსოვდა. დეიონგი ბიჭო. როდრი გამოვიდა და თქვა, მესი არ ვარ, ჩემი ნუელით რომ დაუბრუნდები და ეგრევე მოვიგებ თამაშებს პირადად. მაგრამ ჩემეზე 19 გულის ხომ. თავდაბალია ფეხბურთელი, თავდაბალია ჯერ ერთი. იგი თავდაბალის არა. არა, ერთი მაგას ნიშნავს, რომ მესი არა ვარ, ხო? მესი არ არის. კი, მეც. არა, თავდაბალი არ არის, უბრალოდ მართალი ფეხბურთელი. ხო, მესი არ არის. ჩემი აზრით მეხუთე რაუნდში მესი როდრი ვარ, სტილია. ხო, მესი არ არის. დრაფტის სტილია ნუ რა მეხუთე ვიცი, რაუნდში როდრი. დეიონგი არა, ნახოთ კიდე მიჩემია, არის მე. ვიღაცები წარმომიდგენს. მე უკვე მყავდა ნიკა, ყველა მიყურე ჰოლანდი. შენ ვერ იზავდი, შენ ვერ იზავდი. როდრი იმედ. პედრო. სალიბას ავიყვან სალიბა. ცენტრში. აი ეს მინდოდა მე. ხო, სალიბასა და რაის შორის შვენიერია სალიბა, ნამდვილად. ანდრო, შენი ორი პიკია ხა ზედიზედ. რეალი დარჩენილი მყავს და რეალი თქვენ და ყველა მაიყვანეთ ხო რეალი. ვინი აყვანილი? ციხეს არ აყავს აყვანილი რეალი და არავით ხო? მაშინ ჰეი ჯუდ. ელინგემი. თქვა უნდა ეგ. ბელინგემი და ბელინგემი ჩემთან წამოვა და ბელინგემს კაი მოდი ავიღოთ ეს კაცი. მაგრამ ძალიან შემტევი ხო არ გამოვა ჩემს შემადგენლობა. აი მაგაზეც ვფიქრობ ბიჭო. რა ვიცი, პედრი რო თვითონალი. ძალიან სანახაობრივი ხო არ გამოვა. ბილეთს გაყიდე მინდა. ა ჩამშრელი არ გეყოლება ფაქტობრივად და ჩემთან. ერთი ჩამშრელი მეყოლება და ორი ძალიან შემტევი და კიდე შეტევაც რა ტაქტიკით აპირებ თამაშს? 4-1
2-3 ეს ხო სიგიჟეა. 4-1-2-3 არ არის სიგიჟე რა. მე ვინ მე რუიანად ვერ ათამაშებ ერთსა ერთზე. ბელინგები ჩავწევ ცოტა უკან. კაი, მე ვასება და წამოვიდეს რა. ჯამალ, მუსიალა. მუსიალა. რავიანი მუსიალა. სანამ მუსიალა დაბრუნდა. როდრიო ტრავით დაბრუნდა, ეგ პრობლემა და ის რავანი ჩვენ ვართ იკერძოებული. საბატყოფოშიო წევს სარეანიმაციაში. შეჭო ანუ რომ მოტეხვა FIFA-ს თამაშობ რა. ადვილად აღდგენადია, ვიდრე გაწყვეტ. ეგ კი. არა, აღდგენილი მაგრამ არის. FIFA-ს თამაშობთ რა, ჩათვალე. FIFA-ს თამაშობთ, ჩემი როდრი კი, ბრო, დავაგნებთ რა. მე ეს ეხავ თამაშობთ FIFA-ს, მე როლისია ვიყანე პირველ პიკში. შენ რო ვარიანტში ცუდად იმო. რას გეგონა რომ თამაშობდით? იმედას მე რეალისტურ ანუ ნახე, კაი. რეალისტურია. მიდი. სადაც რო დაბრუნდა. ყველა კაია. ოკეი. ვისაც თქვენი ტყუპი? ოდეგორი. არა, ოდეგორს ვეღარა ვიყვანა. ხალიბა ყავს და ვერ. დუმფრისი მარჯვ. კაი პიკი იყო მართლა. რატო ბიჭო, ანუ ეგეც ცუდი არა. არა, ეგეც ცუდი არ არის ხო? შენ სერიას 21 ძალიან შენ არა უგულოვესი ხდა ხო? 21 საუკუნის საუკეთესო გუნდში. ლუკა. მე ავიყვან მაშინ ვიტინიას ავიყვან. არ იქნება ცუდი ჩემი აზრით, როდრი, პედრი ვიტინიას ნახევარდაცვა. არ იქნება. ცუდად არ გამოიყო. დიდებული იქნება მეტად. მე ვიტინი. უბრალოდ ჰაკი მიყავდა. კაი. მოდი დავიწყოთ ჩვენ ბოდიშით კი არა. ტრენტ ალექსანდრ არნოლდით მარჯვენა ფლანგზე დაცვის რეალიტა. იცი ხო რა გაბენჯეს არნოლდი ბიჭი. FIFA-ს თამაშობ. არ თამაშობს FIFA-ს. ფილმ საერთოდ აი, ამ კაროხალი, ანუ ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მიყვარდა დანი კაროხალი. ანუ ცირე სიმპათიას არ მქონია დანი კაროხალი. იყოს არნოლდი შენი და ტრენტი გენერალური მენეჯერი შენ ხედავთ იმისა, რომ ჩვენთან ანგარიში არ შენ გასაგებია. ხელში თქვენ არ ჩათვალოთ რომ დამავიწყდა. უბრალოდ მე მიყვარს ტრენტი რა. ო, ავიმეს. ჩვენზე ნუ ფიქრობ. მომიშალა ნერვები. ევოლუციონერი მარჯვენა მცველია. შენ გუნდს მიხედე და დანი კაროხალი შენთვის დავით, აიყვან. ავიღან აუცილებლად. რეალიდან ანუ არნოლდი აირჩიე შენ კი. და შვენიერია. ვინც მიყვარს ის ავიყვან. გასაგებია. კი, გავიგეთ. და მეორე მოდი ფეხბურთელი. იყოს მეორე ფეხბურთელი ინტერიდან ბასტონი. არა, მცველიაში ბოსტონი. ვიცი მაგას მცველიაში აა, ბოსტონი. ოთხწელიაში ბასტონი, არ ვიცი. იქნებ გადააწყე. თუ რა გადააწყე გუნდს. ვერ გადააწყობს არა, არა, იყოს რა. 4 მე წელიაში. გატუზო ვერ ათამაშა თორე. დადგება ვიღაც. ისი არ ვიცი პოზიციურად შეცდა ძალიან ბევრჯერ. ბაიერნზე შენ გიცინე და მე ვერ ვიხსენე ბაიერნი და უნშალ მოვიყვანო. კეინ და მუსიალაზე ამბობდა კაცო. აა, ბაზარია. რავიან, ფეხმოდა ხელი მუსია. ჩაო მუსიალა არის ფეხბურთს მომავალი მეგობრებო. იონათან ტახوارგე. ფეხმოდა ხელი. ბიჭო, აღდგება ის ფეხი, ხო? მაშინ ფეხი არავის არ მოუტეხა. შენ 4 თამაში წაგებული გექცევა უკვე. მე დაბრუნდება. მოიგებს 4-სა გავა. ძირითადად გეყოლება პეტარ სუჩიჩი. მე დაბრუნდება და მოაგდეს პეტარ სუჩიჩი. ძალიან კაი. მიდი ლუკა, ეხა შენ ფიქრობ ამ ველაპარაკს. რა ფიქრობ ლაპარაკ? მართლა ის ხო არ არის, ან ცოტა ხო. მაგრამ მაშინ უჩვენებინა გუნდები და ვიღაც ეყურებიდა. თან ფიქრობს ეს. ხო, მართლა. მაგრამ მე შენ ხარ ეს. კაი. თუ არის ფიქრე, თუ არის იმჟელე, იმედას თუ არის გადავე რო პირველ პიკად ოლისე აირჩია. ვინ უყურებს მას? აუ, სეზონის ბოლოს როგორ მინდა. ოლისე სასწაული ფეხბურთელი. ეხა იცი რა. პირველი პიკის ფეხბურთელი არა. ეხა ოლისე გოლს გაიტანს და ეს დაგვთაგავს შენ. არა. გაიტანოს, ავი. სეზონის ბოლოს. სეზონის ბოლოს ოლისე უკეთს იქნება ვიდრე იამალი. კი. მაგ ეს ნარო რაზე გინდა? გან ჩამოკიდოთ საერთოდ ამოჭერეთ და მოგენ ჩამოკიდოთ. ერა ეთერის შემდეგ ხინკალი თუ არა ჩვენ პროგნოზი ხინკალი ხო არ მეგობრებო გეხოცეთ რა. უკეთესი იქნებაც განსხვავებული. მე ხუთივე. მადლობა რომ ხინკალი გვიკისრე ხუთკაც. კარგი. კაი. ეს მინდა რომ ესე მე და ლუკა მიდი საკმაოდ ბევრი დრო ქონდა საფიქრო. მე ვიჩევ ცენტრალურ მარცხენა ცენტრალურ ცოლად იოშკა გვარდიოლს. ამე მაინც ვეღარა ვიყვანი დიდი მადლობა. ხო რა. არ ძალიან მინდოდა, მაგრამ მე წავიყვან დონარუმას კარში, იმიტომ რომ არა, ეგ huge. მეთქი დაავიწყდება თქო. მეც ეგრე მეგონა. თან ზუსტად შენი იმედი მქონდა რომ დაგავიწყდებოდა. დაიყვანდი ვინმე იმას. ახლა ნაცარი შეგვიძლია ნახოთ, მომოდის სკოლაზე რანდეცკის. იტალიაში არც ერთი მეკარე არ გვაწყობს. მართლა. დი გრეგორიო შვენიერია. ეხ შენ ხალხზე ფიქრობდა მაგით, რომ დი გრეგორიო ძალიან მაგარი მეკარე. გუში უყურე ხო დერბი დი იტალიის. და მაგ ძალიან მოგეწონა მეკარეები ორივე. დი გრეგორიოს ბრალი ილდიზის გოლ, არა, ილდიზი სომერს ეგ სხვა გადაცემაა. სხვა გადაცემა ეგ. ეს ლაპარაკობ სულ სხვა გადაცემაა ეგ. სხვა გადაცემა. მეკარეებზე ვფიქრობ.
ინგლისი ზარიფულარასთან. ზარიფულარასთან ინგლისი ზარიფულარასთან. ხო, ინგლისთან ყავს ტოტე ვიკარიო არ მომწონს. ლივერპულიდან ყავს კაცი? კი, ვანდაიკი. ზარიფულარასთან ხო ეკეთებინათ ხო. რუბრიკა. ეგეთი რუბრიკა არ შეიძლება იყოს ზარიფულარასთან. ტრაფორდი. კაი, მოიცა მე აქ ერთ ტიპს ავიყვან. იქამდე. ნიკ პოუპ. მარცხენა მცველს. ოღონდ ჩელსიდან ავიყვან თუ არსენალიდან მაგაზე ვფიქრობ, იმიტომ რომ არა, მე მოდი ამ კაცს ავიყვან. კუკუ. კუკუ არ მინდა. აჯი ამარო თქვა მაგაზე უკვე ესე არ საიდან შეიქმნა ინტრო. არა რა. აბოჭრა. არა რა თქმა არაფერი არ მოიჭრევ. ყველა უცრება აბოჭრაზე? უნდა. და დაგვიკომენტარეთ მიდი გააგზავნე, არ არსებობს. ყველა ეხლა ამას რასაც მიაყოლები იმას ამოვჭრი აცი. ანუ ეხლა რო თქვა რომ ამოვჭრი მაგას. და გახვიდე მაგნატის მე ჩვენ ამოვჭრი ამას მოგი. მიდი. აი, ხო. ბიჭო აი სიხე შენი ბრალია. მე არც მიფიქრე. რა კუკუ არ მინდა რა. კალაფიორი, რიკარდო კალაფიორი. ვა, გადაიწია. აურა, გადაიწია თმა გოგოებით შენ პანე, შენ გუნდის პანები არიან. გამარჯობა გოგონებო, ნინი, ნუცა მარიამ, ჩემი გუნდის პანები ხარ თქვენ უკვე იმიტომ რიკარდო კალაფიორი ჩემი. შენ ილდიზე ესეთი რაღაცა გაქვს და თქვა მე რა. შო, გოების სკული და კალაფიორი ილდიზზე არის ერთი შვიჯერდი. გოგოების. ერთი ჟანრია იქ. ვისაც კალაფიორი უყვარს ილდიზის კაი მე კარი ამარჩევენ. კალაფიორი ძალიან დიდი. ძალიან დიდია. აი კალაფიორი არის ლივერპული აყვანელი. ჯორდანი. მე მოდიან ისე ილდიზები და შმილდიზები. მე კარზე გავგიჟდები ახლა ბოლოს. აი, ბოლოსთვის რომ დაიტოვე მიადგე. და მანამდე სხვები ხო აერჩია. ბოლოს მე კარზე დავიტოვებ, კაი ხო მაგრამ კაი მოდი ახლა ეს ჩამშლელი ხო არა ვიყვანო? დამანგრეველი? დამანგრეველი? აი, მართლა დავიღალე. იბისუმა? ძალიან დიდი ხანი. ანუ მართლა აერჩია. კაი შედო. ხო, შვენიერი. აქამდე რო არა იყვანეთ ეგ უფრო გამიკვირდა. მოიზეს კაი. ეს მაინც მარტო პროფესიონალი ხეს რო უყურებს. ხო. ხო, რო, აუ. მარტო ინგლისელებზე უყურებს. ფაბიაშევი? ფაბიაშევი. რატო არა იყო? ფაბიაშევი. იმიტომ რომ მადე ჯერ ყავთ. არავის არ აინტერესებს ის თქვენი დაანჯენი გუნდები. აბა მითხარით კაისედოზე უკეთესი ჩამშრალი სხვა ჩემპიონატებში. მე მყავს როდრი. სხვა ჩემპიონატი იცი რომელია, ხო? შეიძლება უკეთესი არავინა, მაგრამ სხვა ფორმაში მყოფი არა, მაგრამ შეიძლება სადღაც ანჯელო შტილერი. ოდესღა ძალიან დიდები მეცნობს. არა, ეხლა შტილერი 6 თვეში. რატო აი ხო ის კაცი არის შოუ. ალეხანდრო გრიმალდო იქნება ჩემი შემდეგი პიკი, ლევერკუზენის არა, მარცხენა მცველი, რომელსაც ასევე შეუძლია საყრდენად თამაში და მე წავიყვან საყრდენად, იმიტომ რომ ის და მენდეში ფლანგს გააორებენ ხოლმე და ვინი მერე შევა შუაში. კაი, მე ვიფიქრე. ვიფიქრე. აი კიდე არ მომპარო რა ერთი ვიფიქრე. და მივხვდი რომ მეკარე ძალიან დიდი უფსკრული არის და ამიტომ ალისონ ბეკერს ავიყვან და გასჭავა. ლივერპული. ყავს არა? მადლობა. მიდი. ხო, ვიცი, ალისონ ბეკერი. კაი, მე კარი ყავს მე უუჭმელი. ერთოთი მამარდას ავიყვანდი, მაგრამ ნუ კამზია და თუ რაღაცას მაინც განვიხილავ. ქართველი არ ხარ. არაკავშო ქართველი. შენ ქართველი არ ხარ. ქართველი არ ხარ. ქართველი არ არჩევი. შემდეგ შენ ქართველი არ ხარ. ბარიდან. რა თქმა უნდა, მამარდას ხალხმა შეაფასოს ხარ თუ არა ქართველი. და თუ არის საიდან. ხალხი შეხედეთ და შეაფას ქართველია. არის საიდან და სად მუშაობს? და როდის ჩანტის ბერს. საჭმელი. ჩანტის ბერს თუ გამოიცნო. სისმერი თუ ყვითელი. აწვანეც. მე კარებზე დეფიციტია ალბათ აღიარებთ და მეთანხმებით შესაბამისად უნდა წავიყვანოთ იანობლაკ. რომელი დეფიციტი რაზე ლაპარაკობ ერთ ერთად ხოლმე. კაგვარიათი ქონდა ეგეც. ნუ დეფიციტი აშკარად აბა ნიკ პოუპს ვარ კარები ვარ დავსერჩი. მაგერს ობლაკი პირველ ნომრად და მეორე პიკი ჩემი იქნება ვა ვინ იქნება ჩავხედოთ აბა გუნდებს კიდე ერთხელ. მოდი იყოს ანუ ამ მომენტისთვის მაინც გეტყვით რომ არის ორი გუნდი, საკმაოდ კარგი გუნდი, რომელსაც არ შეხებით. საერთოდ რომელი? ეს არის ტოტენჰემი და ეს არის ატლეტიკო. შევეხები ახლა ანუ რომერო ამყავდა ისედაც ანუ არ გეგონოთ რომ იტალიას საერთოდ არ ლაპარაკობდი იქ რა. რომერო არც უშვებ. მეორე ნაპოლი ცენტრალური შეხები მე ისე? არც ნაპოლი არ ყო. ნაპოლიზე იუვენტუს არავის შეხებია? აი ვინავე ატლეტიკო? დელაურენტი. არა მე დებრუინი ეგ ნახევარდაცვაში ადგილი აღარ მაქვს. მეც აღარ მაქვს თორე თან დამინდო. მოკლედ რომერო ავიყვანე ნიკა მეორე პიკა ტოტენჰემი დაიბლოკა ჩემთვის რომერო. აუ მე ამყავდა რომერო და მადლობა. იმენა რომერო მეც მინდა და სხვა შორის მონიშნო. ხუთი რომერო მინდა და ზუსტად. აწყენი რაც
კაი. ატლეტიკოდან ახლა ვერა ვიყვან მე ცენტრალურ მცველს, იმიტომ რომ ლენორმანი და ორიცაცია ფეხბურთელი არ მინდა. ნაპოლიდანაც მცველი თუ მომწონს ცენტრალური. ტოტენჰემიდან ხო არა. არც ეს არის. ბაიერს არ ყავს. რა პოზიციები დაცვა არ ყავს? დაცვა მინდა სამი პოზიცია. მოდი ცენტრალურ მცველს ავიყვან მაშინ. გლეისონ ბრემერი. კი. ბრემერი და გვარდიოლი. ქართველები არ ვართ, მაგრამ ვართ ვაწყობთ კარგ გუნდებს და მოდი მე სპორტინგს დავართ. მე ახალ წვეულს ზაფხულში ქოჩორა წამოვიდა ჩემთან. ქოჩორა, კი ბატონო. მე თამაშ ჩაწერის დაწყებამდე თქვი რომ ქოჩორა უოჭველი იმედეს გუნდში იქნება თქო და ეგ პროგნოზი გავარდა. შენ ზარიაზე მეხუმრებოდი. ზარიაზეც იქ გიხუმრა. რა შეეხება ჩემპიონს? სიჩუმეა, უკვე დაიძაბა. ეხლა დაიძაბა. ეხება სამი კაცი არ პაფოსი ძალიან ცუდ გომარებს. დავით ბუის იყავთ პაფოს ერთ ჩემი ანდრო, შენ ჭირდება. ჟუჟუ ყავთ და ცველი მე ბაირაქტაროვე შეგიძლია შეიძლება გესწრო. მე ამ კაცს კი ავიყვან. ცველი და ფლანგზე არა, არა. საინტერესო ფეხბურთელი. ცველები გჭირდება და მე მე კარგ ამახსენეთ, რა ვინ შეიძლება ავიყვან. იან ზომერი არ მინდა უბრალოდ თორე კაი. გონი გინდა ანდრო იანზო. მინდა იან ზომერი. მიხვედი იუვენტუსის დგრეგორიო და ზომერი ორივე მცველად თამაშა უბრალოდ დერბი. მაგრამ ლიგაზე რობერტ სანჩესი. ზომერი უფრო ხო ახსოვს ხო. ხალს. ო იან ზომერი კარგ დღეებში ერთ ვარიანტს გაგახსენებ უკვე არჩეულო გაქვს. უნაი სიმონის არჩევაში. ვიცი, მაგრამ ზომერი მირჩევნია მართლა. ზომერი შეშენია. ზომერი რა, იან ზომერი შეუძლია რომ ერთ დღეს კატად გადაიქცეს და ყველა ბურთი აიღოს. ხო, მაგრამ ეგ ერთი დღე არ იქნება. უნაი სიმონს არ შეუძლია. უნდა ჩვენ სტაბილური. უნაი სიმონი სტაბილურად კარგი. ზუსტად ეგ ვთქვი მეც. რომ ერთ დღეს შეუძლია იმას და იმას ერთი დღე თუ არ მოიგებ ლიგას. მე ერთი დღე მირჩევნია. ერთი გინდა რომ მე მაგარი კატამი თამაში მირჩევნია კვერცხს და იმას. ვიცი რომ ზუსტი შედარება არ არის ეგ, მაგრამ ზოგადად რომელ მირჩევნია. დღეს იქნება ეგ კატა? მაშინ იცი რას გეტყვი, ერთი კვირა რო კვერცხი ვჭამო, მაგას მირჩევნია რომ ერთხელ კატამი ვჭამო. მე მევასება ეგ წველი, ძალიან. გლეისონ ბრემერი, რომელიც რომელიც ლუკამ უკვე აიყვანა. ტოტენჰემიდან კრისტიან რომერო დამასრეს, სპორტინგში არ მოიძებნება კაი ფეხბურთელი. ქოჩორა აიყვანე უკვე და მეტი ვინ მოიძებნება იოკერეს საკ. ისა ჰარდერი. კონრად ჰარდერი. ორად ჰარდერი თუ გადავიდა ეგეც. გადავიდა ეგეც. ლაიფციგში გადავიდა სხვათა შორის. ანუ გრაბარა შეგიძლია დაიმატა კოპენჰაგენის მე. ბიჭო, როგორ გადავაკეთო ეს ტაქტიკა? ეხლა შეიძლება გადააწყო მართლა უცებ, მაგრამ თუ ადეკვატურ პოზიციებს მოიფიქრებ, ვერ მოიფიქრებ ადეკვატურ პოზიციებს. ვერ მოვიფიქრებ. და მე მოდი წავიყვან. ჩემი აზრით ძალიან კარგ მცველს. ოღონდ სხვა თვისებებით, ვანდაიგი დააბალანსებს მაგაც. ჩვენ ერთ ენაზე საუბრობ. ვის? ვანდე ვენი. ვანდე. არა, რატო? ხო, ავი, მე ერთ ენაზე საუბრობენ, ის სტრაფია. ქიმია FIFA-ში ეკნებოდა მწვანესი. კი. აუ რა კაი დაცვა. ცუდნა უბრალოდ რა ყავს დაცვალა? ჰაკიმი, ვანდაიკი, ვანდევენი, კალფიორი. მიდი იმედ. გიჭირდება? გაგვაოცე. 10-იანი და შუამცველი. შუამცველი და 10-იანი მინდა. შურში ფლანგზე ვათამაშო. აი აქ ეგრე ვერ მოგვატყუებ ახლა. ჩავი სიმონს ავიყვან და მესისხები ბოდიში. ეს ბუნდესლიგური გამოცდილება იმედას იმედას. მაგაზე ვფიქრობდი ბიჭო. არა და გადაცემის დაწყებაში ვუყვარდი, იმიტომ რომ ორლისი ავიყვანე და დაუტოვე კეინი და ჰოლანდი და სიყვარულიდან სიზული. ჩავი სიმონს ტოტენჰემიდან არ ყავს ხო იმედა. კაი მე მაინც ვახარ, იმიტომ რომ ხიკალი უნდა ვჭამო მაისში შესახელს. ლუკა ნახეთ ვინ მონაცვა. ვა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ მე. საშინელ მდგომარეობაში ვარ მეგობრებო. ხავი სიმონს. პოზიცია დაგჭა ლუკა? მე დავჭა ორი ფლანგის წველი. ჩავია ეგ ძმა. ჩავია თუ ხავია. ჩავი სიმონს, ჩავის იმიტომ რომ ეძახეს. ჩავი ერნანდესის გამო დაარქვა მაგრამ პირველი თამაში ჩვენ წავიყვანეთ მე და ვახობ და ჩავის ეძახდა ესე რომ ხო, მაგრამ იქამდე ბუნდესლიგაში ხო თამაშობდი. ბუნდესლიგაში ჩავის ეძახდა. ჩავი. მაგრამ ვიღაცამის რა? ჩავი არა, ხავია. ლუკა თუ არ წამართავს მე ძალიან მალე დავამთავრებ ჩემ გუნდს არც ვიფიქრებ. იმიტომ რომ უკვე მოფიქრებ. იცი? ორივე კი. აი თან ფილიპ კოსტიჩი თავიდან ტაქტიკას თქვი არ გადაუშვი. შენ რა მარცხენა მცველი გინდა? მარცხენა მცველი და 10-იან. მარცხენა მცველი რო წაგართვა მაგ მაგის შანსი? გუნდი არ მაქვს არჩეული? ჩამახედე? აი. რა? არა, პალმერი არჩეული. ხო. კუკურეია. მე ვიცი. მაჩა, ჯერ ნიდი. კაი, მაშინ მე ვიყვან ტიმბერს მარჯვენა ფლანგზე. არავინ ყავს? არსენალთან არა ვიყავს. შვენიერი ვარიანტია Solid. ტიმბერი. სოლიდ. კარგი. კუკურეია ჩამიწერე, მაშინ ნიკა ბარე. კუკურეია.
ეკომეუნა პაეია. კუკურეია კალა, დაცვის მარცხენა ფლანგზე და 10-იანის პოზიციაზე არ გადავუხდი 4-2-3-1 ჩემი საყვარელი ტაქტიკაა და კი ცოტა გაბერებულია, მაგრამ რა ვიცი 10-იანია, კევინ დე ბრუინი 10-იანს. მე რანომერიაცია დადებითად 11. შვენიერი, ლუკა. საერთოდ შენი მეორე მცველი ფლანგის. აი ხა აქ ვარ რადონას გაჭედილი. 10-იანს ვერ მიცემდნენ და იუვენტუს ვეღარ ავიღებ, ინტერს ვეღარ ავიღებ. ნაპოლი? ნაპოლის მარცხენა მცველი არ ყავს ისეთი რომ უიამაყო. ხო არ ყავს. და ისე აიყვანე არიამაყო. ტოტენჰემი, შენთვის ღია. აი ტოტენჰემზე ვფიქრობ. ტოტენჰემზე ვფიქრობ. ატლეტიკო ღიაა შენთვის. ატლეტიკოსაც არ ყავს სამწუხაროდ. ნიუკასლი. რო არავის გაგახსენათ არასდროს. გეგონი. ხო, მაგრამ ნიუკასლი მარცხენა ფლანგელი უნდა ნიუკასლი და არ უნდა ნიუკასლიდან. არ მოიწონა. არავინ არ ვინაუდა. ლივრამენტო გინდა. ინო ლივრამენტო. ლივრამენტო არ არის. ლუის ჰოლი ლივრამენტო. ესპანეთიდან დარჩა ვილიარეალი, ბილბაო. ბილბაო და ატლეტიკო და არც ერთს არ უარგა ჩემი. ნუ შემოგუნჩე მოხვდეს ალბათ გაუჭირდება მარცხენა მცველს, მაგაცას. ატალანტას არ ყავს ეგეთი. ეს ნიკოლა ჟალევსკის ხო არა ვიყავ. ატალანტა. საშელდღეში ხარ ხო? იუე და ინტერი არჩეული მყავს. დენ ბერნი. ერთი წამი. მართლა იქრე, ოკეი. არა, დენბერს არ ვიყავ. რატო მარცხენა შუამცველი? მარცხენა მცველი გჭირდება? არა, მე მარცხენა შუამცველი. ნაპოლის არ ყავს. საზღარდიაში ვარ. ორი მარცხენა მცველი მყავს ისე რა. ის გააწყობა ბურსი. ლაიფცი არა კი რა ხდება? რამი ბენცებაინი შემილია შემოგთავაზო დორტმუნდიდან თუ გესიამოვნება. თავითაც კი კარგად თამაშობს, ტექნიკაც აქვს და ისე ჟინიანი არის. ყველაფერთან ერთად. არა. მოდი დესტინი უდოჯის ავიღო მაშინ. უდოჯი. ხო რა, ნუ ერთ-ერთი თანალიდერი. რომელიც სკამზე ზის იმედ. ხანია ტრავმა ქონდა. დენ კარგი კითხვა მაქვს. დენ ბერნზე უკეთეს მარცხენა შუამცველს ვის შეამთავაზებთ? დარჩენილი გუნდებიდან. დარჩენილი გუნდებიდან სამცველიას თამაშო? არა, 4-ს. მასხარ შუამცველს ხო გახსნის მაგათ. ბიჭო, რავი, უკეთესი არ დარჩა. ვინ დარჩა? რომელი გუნდები არ ყავს, თქვი? ნიუკასლი არ მყავს ტოპ 6-დან. ლივერპული? ჰოლანდია არც. ლივერპულიდან არ ყავს. ვინ ყავს? ლივერპულიდან არა. ლივერპული, ანუ ამდენი ხანი არ გამოიყენა ბიჭო. ლივერპული როგორ არ გამოვიყენე ამდენი ხანი, მაგრამ იბრაჰიმა კონატე რო არ მინდა. აუ, დენბერს რო ჯობია. კონატეზე უკეთესი მცველი შეიძლება ხადია. რატო კითხულობს ამას? ლივერპულის ეს კონატე ჯობია თუ ბერნიო მე-11 გუნდად რო ლივერპული გაგაკუცნო. მაშინ იყოს და აი, იყოს დაბნეო. დენ ბერნი ჯობია რა თქმა უნდა. ანუ იმდენად აი, აბა უცებ. იმდენად აშკარა რო აი დენ ბერნი ჯობია რა თქმა უნდა, ანუ რა კონატე. ხო, 2 მეტრიანი კაცია. ვინაა კონატე? დიდი კაცია. დენ ბერნი რა თქმა უნდა. ართულად მოსახერხებელი იყო ჩემი აზრით, რომ ლივერპულიდან ფეხბურთელი არ ყავდა. დახატავდა დენბერი. ლივერპული ყავდა, ანუ მეორე პიკად რა. ბონჯორნო. ერთხელ დენ ბერნი. 4 თითიანი ფეხბურთელი ერთხელ. არ მე სხვა რაღაც ვაგებ. დენ ბერნი რა თქმა უნდა ჯობია იბრაჰიმა კონატეს. ლენორმანს ხანგრძლივი ტრავმა აკნე და არა, ბრუნდება. დარწმუნებული ხარ? ხანძლივი ტრავმა არის რა თქმა უნდა უკვე. ითამაშა. თავი ეტკინა? არა, ითამაშა ვილიარიალი. უამენი როა. ლენორმანი მართლა განიცადა. რობინ ლენორმანი. შვენიერია, ჩემი. არავინ ყავს, ხო? აქედან. არა, ატლეტიკოდან არა. მე ძალიან მინდოდა გამეყვანა სანდრო ტონალი. ძალიან მინდოდა ატლეტიკოდან ყოლდა ერთი ფეხბურთელი. ალვარესი. მაგრამ ალვარეს ფლანგზე რო დავაგანო ხო, სიგიჟე იქნება. ჯან. ამიტომაც ჩემ გუნდში მოდის პედრონეტო. კენან ილდიზი. ვაა! როგორი კომბეკია. დიდებული. საუცხო. ივედი არ დაგბო. დიდებული. ინო თანქო კოპირაითი ეს ერთხელ გვაპატიე რა, ეს ერთხელ შეგვიძლია გამოგენება. მაკოცო იქნება და არ გიხდება, მე მოусმინე მე ამ სიმღერებს. ხო, მაგოც იქნება გამიქარო რაღაცა. გამიქარო დარდები ამ გულის დარდიხა. ერთი წამით. მადლობა კენანჩიკ როგორც ჩვენი თანამშრომელი ოთარი ესახის თურქშენტოს და ტონალი და ილდისი, ანუ არ ტონალი ვეღარ მიყავს. ერთ კაცი ყავდა დარჩენილი ილდიზი იამალი ჰოლანდი. შვენიერი. კი. ეხა ბოლო წრე უნდა გავიაროთ, სანამ თქვენ გუნდებს იტყოდეთ, მწვრთნელი უნდა აირჩიოთ ყველა.
გარდა იმისა, თქვენ გენერალური მენეჯერები ხართ. არა. არა, ეგრე იყოს, უფრო საინტერესოა მართლავად. კაი, მართალია. მართლა მეორე მე საინტერესოა. ხანდრობ როგორც ისქნა, რომ ხვნელი სხვა გუნდიდან, რომელიც არ იცოდით. ოკეი. შენ იწყებ ციხე. არამბოლი ვათავ. არის, πολύ კარგი ცნელი არის, დარჩენილი. არა, მე ვინ არ მყავს არჩეული ნიუკასლ ედი ჰაუ რამჩა. შენ შეგილია სიმეონე შააბარო შენი გუნდი. არა, ატლეტიკოდან. არამბოლი ბიჭო. არ ობლაკი იყოს, მყავს. აი ესე ჩამოვჯდები მე აქ. ვახ, ბიჭო. რატო ლივერპულიდან შეხარ შენ? რა თქმა უნდა. და იქ რაღაცა შენიშნებს რომ გამოდიოდით, აი ხ მოგისმენ. აუ, მორჩად მოიგე თამაშიებით. ამ გულს რო სიმეონეს ივანი ურიჩი იტირებენ ბიჭო ეს საწყლები იტირებენ ნახე რა ფეხბურთელები ყავს და სიმეონე რომი უყვა და არგენტინელი არ ყავს ხო საერთოდ არა ეძერბი რა სიმეონე არ არ მინდა შენ არაფერი საფიქრი არ გაქვს, შენი ფიქრე და შენ. თავისუფალი იყოს არ შეიძლება, ტეხაგი რო. ჟოზე მინდა რა ტექაგი რა გაიქცენ ეგრე ლევერკუზენში ვხედა მაგ. კარგი მოდი იყოს კაცი რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა ტრიუმფამდე ანუ სიმონა ინძაგი. ერნესტო ვალვერდე ერნესტო ვალვერდე. აბა რამდენი მაქვს ცოცხალი ცხოვრება. და ვინ ხავს გარჩენილი აუ შეუგოს მორჩა დაიდიშა. ნესტო ვარ სად გაგახსენე ბილბოუდ არ ყავს არა, გაფორმებული. არ მაგარია კონტრაქტი გაფორმებული. ენესტო ვარ შეგიძლია დააძინო ინტერთან რო ეძინა ეგრე ერნესტო ვალვერდე. აუ ეს ლუკა, აბო. შევისაბარებ. არა, გადა რამე, უბრალოდ ანდრო ვინ ყავს უკეთ ედი ჰაუ ეკრებული ყავს პარტიულად. ედი ჰაუს არ გიჩვენი ერნესტო კაი, ვალვერდე ერთ წამით. ლუკა ალბათ უნდა მიწყოს თავის მწვრთნელი. რატო კი ეგრე ედი ჰაუ არა მე ავიყვან ისო სიმღერებს. underrated-ია ერნესტო ვალვერდე უბრალოდ უკეთესი არ გამორჩეს, მოფიქრებული მაქვს, მაგრამ რო არ გამორჩეს, კონტემის დამიდი შენ ანტონიო გუნდი. კონტე. აუ მე ვფიქრობდი მაგას კონტეს ვერავინ რა ფეხბურთს ათამაშებ კონტეს აბსოლუტურად 4 წელია მოიგო სერია. კი მაგრამ მაინც მაგრამ- არამბოლით ჰარამბოლი რას ქვია? კარგი შემოგვიყვანს ძალიან კაი შემოდგომა დაახვედრა კონტენტს. არამბოლით ურამის ნიშნავს კონტეს ვერ ამხავდა და კონტეს ყველა ერთად მოპროგრამებთ ეხა აუხსნი კარგად, ნახე. კონტეს შეუძლია საშუალო მცველებისგან მაქსიმუმის გამოყვანა და მე ზუსტად გჭირდებოდა რომ უდოჯი გვარდიოლი საშუალო არ არის მაგრამ თქვენთან შედარებით ხაზია ყავს უდოჯი გვარდიოლი პრემიერი ტიმბერი მყავს და მაგათგან მაქსიმუმს მიიღებს რა. რატოა ცუდი მცველი რომ ცუდი არ არის. ჩვენი ჯობია. თქვენთან შედარებით ვამბობ. ცუდი არ არის. ჩვენი და ხაზები ჯობია პრემიერი და გვარდიოლი ძალიან ანუ ჩემი უდოჯი აზრით და ანტონიო ტიმბერი. კონტე ბედნიერი იქნება ესეთი პრობლემები რო ჩა. კონტე რა თქმა უნდა კი ყავს ჟეზუსით და რაჰმანით ორტი მოიგო გაჭრა რაჰმანი შესუსი მათიას იმედ. მოვერათი მოიგო. შენი მწვრთნელი რემესო დაინახავ იგორ შეიძლება თუროს ერთ წამით მეგობრებო. ჩემნიათ მეგობრებო. ტუდორს ვალვერდე. შენი მწვრთნელი ვინ არის? კი. არტუდორსო აბა მე ვინ შეპოდა მე ვფიქრობდი ურას ბახტინი ამერჩია თუ არა. ვინ არის ისტორიაში პირველად ქაირათის. ხო გურბანოვი ეგ მართლა კარგია. ანარბეკოვი უხდებოდა სლოტი, არნე სლოტი არნე სლოტი. იქნება. ლივერპულით დაუნთავრებ. ლივერპული დატოვა ბიჭო 11 კაციან სელექციაში და მწვრთნელი აირჩი მწვრთნელი არც იცოდა რომ მოუწევდა აქ მოვიდა. დაუჯერებელი ხო, ანუ ადამიანია ზუსტად ვიცოდი. დაუჯერებელი ორი ადამიანია ნაბიჯი წინა. და ამიტომაც არის საინტერესო ეს გადაცემა რომ ირეკ ნიმედაძეა აქტორე ჩვენ რა ვიცი კიდე კაი იმედას უთხარი და არაფერხას. ხო ხა იყვან ედი ჰაუს აიყვანდა ხო კაი, კაი. იოკერეში დარჩა ხო გარეთ საერთოდ? კი. ოკეი ხო, მაგრამ არსენალში მაზე წინ არის. სიმეონე აიყვანეთ? ფეხბურთელი. მე ატლეტიკოდან ჯოვანი ყავს უბლაკი ანუ დიეგო სიმეონე თავისუფალია კი თავისუფალი დიეგო სიმეონე ხო რა. ტომას ფრანკი და დიეგო სიმეონე როცა სხედან მაგიდაზე რა თქმა უნდა მე მივდივარ დიეგო სიმეონესთან ვეხუტები ტომას ფრანკს მადლობას ვეუბნები იქ ყოფლისთვის უბრალოდ აუ იამალი ხო გაგეცინათ ხო გაგეცინათ დიეგო სიმეონე უბრალოდ დაცვას მიხედავ აუ შენ კონტე ყავს იმასთან ხო საოცარ ფეხბურთელი პალმერთან კონტე ლატერალში. არჩენთან არ არის. ვალვერდეზე რო გაგეცინათ რა ანუ მე წარმოვიდგენ ვის შემქონდა რა იგორ ტუდორი მარსელინო დეძერბი ედი ჰაუ ანუ მაგათ არ ჯობია ეს ტომას ფრანკი შეგეძლო არა არა ის ყავდა აქვეა რომერო ქაირათის და არა გეუბნებით ენესტო ვალვერდე საუკეთესო იყო მართლა ამათში მე მგონი საუკეთესო გუნდი გამომივიდა. ან ყველა და აი, ეხა ყველას გუნდი გავიაროთ. დაიწყეთ ხე? ენესტო ვალვერდე რომელიც გარემოებიდან გავდინარე საუკეთესო პიკი იყო მწვრთნელებში და ცოტა underrated არის მე კარგიდან დაიწყე დაცვა და ხო, ტაქტიკა რა არის? ხო, ბაზარზე და ცუდი პირველი შეხვდა. ცუდი არ არის შედარებით. ნუ აი არნეს ლოტიც ჯობია და კონტე და სიმეონე კონტე. კონტე ხო სამიო ჯობია ტაქტიკა. იან ობლაკი ტაქტიკა. 4-2-3-1 არა, ერთი.
მინდა რომ შემადგენლობები წაიკითხოს, თქო შენ მინდა რომ აქედან აქამდე დასახელო მწვრთნელები და მე ამან დაიწყო შემადგენლობის საკითხვა. ან მწვრთნელები ვინ ავიყვანეთ რა, ან დროდან სიმეონე, სლოტი, კონტე და ვალვერდე. აჰა, მე დაიკითხე სახელები. ანუ ერნესტო ვალვერდე underrated-ია, ერთ თამაშში წააგო ლევანტესთან თორე ოქროს ლა-ლიგას იგებდა და ლივერპულთან და რომასთან რეები აკეთა. მოკლედ, იან უბლაკი კარში. კაიქნა რა ბა. ბიჭო, ძალიან ცოტა დააკლა რომ ყოფილიყო იგივე ლეგასის პატრონი, რაც თავიდან ისე დაიწყე წეანდება რომ ლივერპულთან და რომასთან რეები აკეთა და მე გამახსენდა მე რომასთან რა მოხდა. ანუ underrated სულია ჩემი აზრით მაგისგან. იან უბლაკი, მარკ კუკურეია, კრისტიან რომერო, ალესანდრო ბასტონი და ტრენტ ალექსანდრე არნოლდი დაცვაში. ოღონდ თქო და ბასტონიკოს მარცხნივ, ხო? ბიჭო, მე სუსტი ვარ ამაში. კაი. ანუ ჩემთან აზრი არა მაგის დამახსოვრებით. ფრენკი დე იონგი, დეკალან რაისი საყრდენ ზონაში, 10-იანის პოზიციაზე კევინ დე ბრუინი და მარცხენა ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელია, მარჯვენა ფლანგზე მოჰამედ სალაჰი, ცენტრალურ თავდამსხმელად ჰარი კეინ. ვაუ. ჩვენიერი გუნდი. სასწაული შეტევა. ერთი იმას ვიტყვი რომ დე ბრუინი 10-იანით რო ყავს, გონია რომ ასაკიდან გამომდინარე 10-იანი ვეღარაა დე ბრუინი. და მაგითაც ცოტა დაგიძივდა ნახევარ. მაშინ ანუ ჩვენ თუ არ ექსპერტები, მაშინ შემიზაგეთ რომ შენი დაცვა არის საშინელება. ჯერ წავიკითხე. საუცხოა. პირველი სროლა მოხდა და უკვე შენ წავიკითხე. ესტინი უდოჯის არ უთავაშა ფეხბურთი 6 თვეა. ჯეტ სპეისი რომელიც მარჯვენა იყო ჯობია მარცხნივ. ტაქტიკი დაიწყე ლუკა. ჯობია რა თქვა ტრავა ქონდა და ეხა დაბრუნდა. და 20 წუთს თამაშობს და ანუ ცხადია რომ დაბრუნდება. ტაქტიკი დაიწყე. ცხადი. ანუ მზარდი დრო აქვს. მიდი. ტაქტიკით დაიწყე. ტაქტიკით დავიწყებ. ალისონი უნდა იყოს უბუბა. 4-3-3 თამაშობ, მაგრამ მობილური იქნება რა თქმა უნდა ეს შემადგენლობა სკამის გათვალისწინებით, იმიტომ რომ ანტონიო კონტეა მწვრთნელი, რომელმაც დაამტკიცა რომ 4 მცველის თამაში შეუძლია და სერია მოიგოს. რომელიც კამის? იქ ხო ყავს სკამი, რომელიც შენ არის. გიყურებ მან 11 კაცი ყავს მეტი. სკამიც უნდა გვერდშია ხაირაც და დაიბდა. კი. მან მართლა მოდიოდა შენ. ზარია 4-3-3 მყავს და ასეთია შემადგენლობა. ალისონი კარში, იორიან ტიმბერი მარჯვნივ, გლეისონ პრემენი და იოშკო გვარდიოლი ცენტრში, მარცხნივ ლუდოჯი რომელიც დაბრუნდება და მე ამაზე ეს ჩემი ფსონია, ბეთია. ნახევარდაცვა, ალბათ საუკეთესო ნახევარდაცვა მყავს. როდრი, პედრი, ვიტინია. როდრი, პედრი, ვიტინია. უდაოდ ხელს ვაწერ რომ საუბრობ. და შეტევაში მყავს კოულ პალმერი, კილიან მბაპე და ლაუტარო მარტინესი. მგონია რომ ფავორიტი არის ჩემპიონთა ლიგის მოგების. შვენიერი. შემდეგი. ნახევარდაცვა საუკეთესო. არაფერს ვიტყვი. ჩემი ფორმაცია არის 4-3-3 1-6-იანით და რა თქმა უნდა მოძრავი ფეხბურთელებით გრიმალდო მყავს, მენდეში. არა, კარი და მიყევი, გრიმალდო და მენდეში. არა, მაგას ხსნიდი. გრიმალდო სად გიყენია? აპორნიზე. ანუ იმედას ყველაზე კაი ვარიანტია რომ კარიდან დაიწყოს და მართლა არ იწყებს ბიჭო. დონარუმაურია. 4-3-3 1 საყრდენით. დონარუმა კარში, მარცხნიდან მარჯვნივ მენდეში, ლენორმანი, სალიბა და დუმფრისი. საკმაოდ ნორმალური დაცვის ხაზი ძალიან კაი დაცვა. და ბევრად უკეთესი. ხელსაჩოჩი. რიბალდო უყენია ნახევარდაცვა. ჩემი ნახევარდაცვა იწყება გიორგი ხოჩორაშვილით, ალეხანდრო გრიმალდოთი და ჩავი სიმონსით. ალეხანდრო გრიმალდო მარცხენა მცველია და ეხლა ესენი ძლივს იკავებენ სიცილს, მაგრამ ძალიან ხშირად თამაშობს ნახევარდაცვის ცენტრში. ხო, დაახლოებით იგივე სიგიჟე იქნებოდა კუკურეია რომ აგვიყვანა საყრდენად. აი რიკო ლიუისი რომ ამოყარა. კუკურეია ეგრე რიკო ლიუისიც. კარგი, კი ბატონო, შეტევაზე გაგიმარჯოს ღმერთმა, მე ეგრე უფრო მარცხნიდან. ასეთი ხედვა აქვს. თავიდან. სულ თავიდან. დაახლოებით visionary. პოსტეკოგლუს დაერი მწვრთნელი იქნება. სულ თავიდან. სლოტსა გუნდი ჩაბარებული ასე. არნე სლოტი იქნება ამათი მთავარი მცველი, ვინისიუსი მარცხნიდან დაიწყებს შუაში შემოვა, ლევანდოვსკისთან ერთად იქნება ძალიან ბევრი ოვერლოუდი და მარჯვნივ იქნება ოლის. გასაოცარი გული. მადლობა. გასაოცარი. არნე სლოტი გადაარჩეს. თუ გადაარჩეს ამ გუნდს არნეს. სლოტი ვერ გადარჩება, გააგდებენ ორ თვეში. შეიძლება 24 კუნჩი ვერ შევქეს ეს. ჩემი მთავარი მწვრთნელი Place ვიღმა. ერთი წამი ნახე, ჩემი მთავარი მწვრთნელი ძალიან ყველასთან სრულ შესაბამისობაში. ნუ ამ სეზონში უკეთესი მწვრთნელი ყავს, საუკეთესო მწვრთნელი ყავს ბოლო სეზონის მიხედვით, მაგრამ ოღონდ ერთად სლოტი არც ერთ ფეხბურთელს არ ისნობს აქედან, ხო? ეს ვერ იზავდი ეგრე. ნიდერლანდელი ყავს სამგიეროდ. სხვა კლუბიდან უნდა ყოფილიყო. ფეიენორდი და მეცხრე შევა დაიმთხეს რომ ყოფილი ფეიენორდი ფეხბურთელი. არ იცნობს რა სიმონს შეიძლება იცნობს. კონტე ვის იცნობს შემდგომში? უდოჯის.
ძალიან კარგად იყო. ლაუტარო პირზე გოცდით ლაუტაროსაც იცნობს. ლაუტაროსაც იცნობს, კი. მედანზე წვრილი აი, იყო. შელი გაიწევს. კაი ანდრო მიდი ეგ ყველაზე დაკარგა. ლაუტაროს წელი იყო კონტე. და კაპ. ვიცი და მაგითო თქვა. კრივით შედგა. ან ინტერში ხო იყო კონტე კი, კრივით შედგა მათ შორის. კი. მიდი რა შეეხება ჩემ გულს, მე მწვრთნელი ვის იცნობს, არ იცნობს, მაგაზე არ დავიწყებ ფიქრს. დიეგო სიმეონე არის ჩემი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ეს რა თქმა უნდა პლეიოფია, რა თქმა უნდა არის ჩემპიონთა ლიგა, შესაბამისად ორ ფინალში ნაყოფი კაცი. ლიგის ფაზიდან უწყებთ. ჩემს შეგავთქვა. პლეიოფი არის, იმიტომ რომ ლიგის ფაზიდან ვიწყებთ რა ვერ გავა ეს გუნდი ლიგის ფაზიდან ეს მაგას გუნდი ლიგის მეუბნები ფაზაში რა თქმა უნდა გავა და მე უკვე იწყება პლეიოფი, ხო? ხო, გადავახტე. ხო და დიეგო სიმეონე ყველასთან იგებს ამ რეალის გარდა. გუნდით ლიგის ფაზაში თუ ჩარჩით აი მე ვიცი შეიძლება მინიჭი დავებ და იქ მე 24 ადგილზე ვინ იქნება და ვიცი. დიეგო სიმეონე ყველასთან იგებს რეალის გარდა და რეალი არც ერთი არ ხართ, ხო? ასე რომ ნახოთ. დავიწყოთ რა არის გუნდი. შენი დორტმუნდთან იგებს. ჩემი ტაქტიკა არის 4-3-3 ერთის აღდენით, რომელიც იქნება მოიზეს კაისედო. დორტმუნდთან იგებს დიეგო სიმეონე. დორტმუნდთან იგებს, ახლა ვიღაცასთან გავარდებოდა, მაგრამ კარგი გუნდით, პრაიმ დიეგო სიმეონე, კარგი გუნდით როცა არის. კარგი გუნდით. აგებს მარტო რეალთან. კარში იაზომერი, რომელსაც როცა მოუნდება, საუკეთესო ბეკარი. გავიხსენოთ გლადბახში მისი სეივები, მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ, რომელიც ორნიშნა რიცხვი შეფასდება. მის სურვილზე შენი აზრით ეგ როცა მოუნდება. მის სურვილზე. ჰაკები, სოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველი ცალსახად. ვირჯილ ვან დაიკი, სოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი ცალსახად. ბოლო 10 წლის, აი, კი, უეჭველი. კი. მის გვერდით უსტრაფესი მიკი ვანდევენი ჩქაროსნულით ირბეს ეგ და იulis და იმოძრავებს თან გოლების გატანა შეუძლია და თან ნიდერლანდელები არიან მშვენიერი დუეტი. მარცხენა მცველი რიკარდო კალაფიორი, ფეხბურთის ახალი რევოლუციონერი, რომელმაც მიკელ არტეტას რაღაცები მიახვედრა, საგოლე გადაცემები გააკეთებინა უკვე, გოლებიც გაიტანა და შორიდანაც დაარტყავს ხანდახან სიტის თამაში ასრულა თან მარჯვენა ფეხით. კალაფიორი, მშვენიერი ფეხბურთი დაცვა მოგწონს. მოიზეს კაისედო, საყრდენი, დამანგრეველი როგორც თემო პარაძე ითხოვდა. მას შეუძლია შორიდან დარტყმაც და ვინც კაისედოს ხოლმე მისი ფასით აფასებთ, შეგიძლიათ შეხედოთ გასულ სეზონს. გასულ სეზონს სადაც მოიზეს კაისედო იყო უბრალოდ უდაკლო. მის წინ მეგობრები, ბავშვობიდან ერთად გაზრდილები. ჯუდ ბელინგემი და ჯამალ მუსიალა. გოგოები ჩემთან რო არიან, ხო გახსოვთ რიკარდო კალაფიორის გამო. ჯუდ ბელინგემი არა, ილდიზით შენ ყავს. გოგოებო. ექიმები ჩემთან არის კი. ექიმები ჩემთან არიან ვის გამო? მუსიალას ფიფ. აუ, ერთხელ მოტეხეს ფეხი და რა მოხდა? განსაცდელია მუსიალას, მეგობრებო, ვიტრო სივრცეში მასზე კარგად დრიბლინგი არავის გამოსდის, ჯუდ ბელინგემს რაც შეეხება, უბრალოდ უნაკლო არის ვიზუალურადაც როგორც აფასებთ თქვენ და ესეც გრუიანზე ჩამოიწევს, 10-იანზე აიწევს, საჯარიმოში შეირმენს, გამარჯვების გოლს გაიტანს, გასმის ხელებს და მოგნუსხავთ. აი რა შეეხება შემდგომ ხას? ლამინ იამალი, მომავალი მესი, ან უკვე მესი? შეიძლება ასეც ითქვას, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი, მართლა დამაგრეველი, ამაოხრებელი, ბუდიონა გამანადგურებელი და მარცხნივ თქვენი საყვარელი ფეხბურთელი, ტიკტოკერებო. კენან იგივე კენანჩიკ ილდიზი, რომელსაც შეგიძლიათ აკოცოთ, იქნება მოაჭრევინებს და დაადო. გამიხარდეს გულებით, როგორც ძელდება. მომწონს მე ძალიან ჩემი გუნდი და ჩემი აზრით ჩემპიონი ვარ უკვე. აი გაყიდო არ იყო. შვენიერი ეხლა რასაც ვიზავთ არის რომ უბრალოდ ChatGPT-ს თხოვ ჩავალ დაბლოფისში ამ 4 გუნდის მონაცემებს შევიტან და 4-თა ტურნირს ვათამაშებ და ვინ გახდებოდა ჩემპიონი მაგას გავარკვევთ უბრალოდ და არც ვიდეოს ბოლოს ამოვანათებ ძალიან ცუდი აზრია. ChatGPT და მეორე გახდა ესე იგი ChatGPT გადასაგდები. მეორე გავიგებ არა, ეს OpenAI დავტესტოთ ChatGPT-ს დატესტო და არ ჩვენ. კი OpenAI-ს იმედად დავტესტოთ მოიგო ხალხო გავიგებ. წაშალით. ერთი წამი ახლა მეორე და თქვა Deep-Six-ზე გადადის. სეზონის ბოლოსაც ხო არ არა, სეზონის ბოლოს რა თქმა უნდა უკვე გუნდები, ფეხბურთელები მაგას შევხვდებით ისე და შევაფასებთ ამ ყველაფერს. დანარჩენ კი მაყურებელს თხოვოთ, რომ კომენტარებში დაწერონ ვისი გუნდი მოიწონათ ყველაზე მეტად. მეგობრებო, ირაკლი ებედაძეს თუ დავიწყდება და მესხი დავიწყდება, მაისში გთხოვთ გაგვახსენოთ, მაიკ ოლისეს უკეთესი საჩემპიონთა ლიგის სეზონი ექნება თუ ლამინ იამალს. თუ ოლისეს ეკნება, იგიც გაგვახსენეთ, არ არის პრობლემა, მივდივართ სახიკლეში, ჯამთ. კვარა მე მყავს ხალხო, კვარა მე მყავს. და მამარ და არ არის. ისე ვიტყვი ხო აი კონსტრიფტო. გოგოებო, თქვენი გადასარჩენი, რადგან ქართველი არ ყავს, გოგოებო, თქვენი გადასარჩენი ვარ, ბელინგემი, კალფიორი და ილდიზი და კიდევ ვინ ყავს, სიმპათიური. ვან დაიკი.
აურა, ხალხო, აურა. და ვისაც კატენაჩოს მიმდევრები. ბუნდესლიგის მოყვარულები ოლისე და გრიმალდო ყავს. გოგოები. აი, მადლობა. კვარა.